არგენტინა, ტანგოს და რაც მთავარია ფეხბურთის ქვეყანა. What about Messi and Ronaldo? Ronaldo, bro. ადგილი, სადაც იშვა მარადონა და დაიბადა მესი. და აქ ძალიან უყვართ ასევე ჭადრაკის თამაში. ეს ალია, ჩემი კამერამენი, რომელიც იმედი არასდროს მოკვდება და ის ჭადრაკს ეთამაშება სტეიკის გამყიდველს. და მასზეა დამოკიდებული უფასოდ შევჭამთ სტეიქს, თუ მთელ დღევანდელ ბიუჯეტს გავფლანგავთ და ნულარად გავაგზავნებთ არგენტინის დედაქალაქის, ბუენოს აირესის აღმოჩენას. მე არ ვიცი ჭადრაკის თამაში, მაგრამ ჩემი ოპერატორი მეუბნება, რომ მენდეო და გავფლანგავთ თუ არა ბიუჯეტს, რომელიც ისედაც მწირად გვაქვს და სულ რაღაც 37 ლარია. მაგრამ სანამ აქამდე მივოთ ალბათ გაინტერესებთ, რატომ მაინც და მაინც 37 ლარი. გარდა იმისა, რომ ამ ვიდეო სერიის მთავარი იდეა უკვე წინა ვიდეოში ვთქვი, ერთმა ადამიანმა დამიწერა. კაკო, შენ უკვე სერიოზული მოგზაური ხარ, არ გეკადრება ასეთი ვიდეოების გადაღება. და დავფიქრდი, თუ მართლა უნდა დავსერიოზულდე. თუ უკვე ჩემგან ეს მოლოდინები ჩნდება. და რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ეთანხმები. რა თქმა უნდა, როცა არქი იზრდება, მეტი პასუხისმგებლობაც ჩნდება. საქმეს მეტად პროფესიონალურად უნდა მიუდგე. თუმცა რომ არ გადავიწვა ამ გზაზე, არ მინდა დავივიწყარ ისთვის დავიწყე YouTube-ის კეთება. იმიტომ რომ ყოფილიყავი ლაღი. იმიტომ რომ მინდოდა გამხიარულებულიყავი. იმიტომ რომ მინდოდა მეკეთებინა ის, რაც ბავშვურად მაბედნიერებს და სწორედ ასეთია 37 ლარიანი ვიდეოების სერიაც. და როცა 37 წლის მერე ამ ვიდეოების გადავხედავ, მინდა გამახსენდეს როგორ მაიმუნობდი უცხო ქვეყანაში, ლიმიტირებული ბიუჯეტით და მაინც როგორი ბედნიერი ვიყავი. ესე იგი, ჩემ არხზე იქნება სერიოზული ვიდეოებიც, მაგრამ იქნება ვიდეოებიც, რომელიც ჩემ ბავშვურ ბუნებას ბოლომდე გახსნის. თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი იქნება ის, რომ მე ვიქნები ავთენტური. და ზუსტად ამ გენიალური მიქსით არ დავიღლები. არ დავიღლები გზაზე, რომ გავასწრო მაიმუნ კაკოს გამომწერებში. და ამ გზაზე ჰენკაც მომყვება. და იცი რატომ იწორდება ამ ხალხთან ურთიერთობა? იმიტომ რომ ათასობით კომპანიისგან განსხვავებით, ამრთხოვს სერიოზულობას, დასტოინობას. მხარს მიჭერს მაშინაც, როცა პროვოკაციულიც ვარ და მაშინაც, როცა საზოგადოების დავარცხნილი ნაწილისთვის მიუღებელი. მოკლედ, ჰენკა ხელს მისყობს ვიყო ის, ვინც ვარ და ვაკეთო ის, რაც მისწორდება. ამიტომ 37 ლარიანი მსუბუქი გართობის და ზედაპირული ვიდეოების სერია გრძელდება. და შემდეგი გაჩერება არგენტინა, ბუენოს აირესი. არგენტინა რომ ფეხბურთით ცნობილია, ეს ყველამ ვიცით. თუმცა უკვე ჩვენს გვაქვს საამაყო და როცა სამხრეთ ამერიკაში ჩვენ ქვეყანას ვახსენებ, ჩვენს ვცნობენ სპორტსმენებით. Where are you from? What? Where are you from? Do you speak English? Como me no, porque pasen. I am Argentina. I'm Georgia. Ilya Topuria. Ilya Topuria, yeah, bro. El Matador. Yeah. Mira. Messi. Pásame que te mira. El rato por Sirius. Everyone knows Messi. Yeah. He's Boca Juniors fan. Okay. I am River Plate fan. What do you prefer, River Plate or Boca Juniors? Bro, for me, Boca is the best. World champion, 3 world champion. ფეხბურთზე საუბარს ამ სერიაში არაერთხელ შევხვდები. ეს ქალაქი ცხოვრობს ფეხბურთით და სწორედ ფეხბურთის გამოა ცნობილი ერთ-ერთი ტურისტული უბანი ლა ბოკა. თუმცა აქ წასვლა ჩემი წინასწარი გეგმის ნაწილი არ ყოფილა. ამ ეპიზოდში საერთოდ არაფერი გვაქვს დაგეგმილი და წარმოდგენა არ მაქვს რას აღმოვაჩენ. მაგრამ მე მაქვს ერთი დიადი მისია, რომ ეს 37 ლარი დღის ბოლომდე შევინახო. და საყვარელ ადამიანს ვაჩქო ის, რაც ჩვენი 5 წლიანი ურთიერთობის მანძილზე არასდროს მიჩუქებია. და ამისთვის ვიყენებ 4 სხვადასხვა დახმარებას. შენი მეგზურის დახმარება, ChatGPT-ის დახმარება, სრული შემთხვევითობა და უცნობის დახმარება. ხო და ალბათ გაინტერესებს ესე დაბნეული რო არ იყო და ყოველთვის არ გააჩერო ტურისტები, ვინ უნდა იყოს ის იდუმალი ადამიანი, რომელიც შენ გვერდით იქნება? ვინ უნდა იყოს ის, აი როგორ თქვა, არ ვიცი, შენი მეგზური. ცოტა კრინჯია. შენი მეგზური შეიძლება იყოს შენი მეგზური. შენ გონია ალბათ რომ მე გათხოვებ რაღაცას, მაგრამ შენი მეგზური არის ტურისტული კომპანია, რომელიც მეხმარება მე ნებისმიერი ოპერაციული საკითხის გადაცემაში. სწორედ შენი მეგზურისაა ჩვენი პირველი დახმარება და მისი რეკომენდაციით წავედით ლა ბოკას ტერიტორიაზე. ადგილზე, რომელიც ცნობილია ბოკა ხუნიორსის სტადიონით. ხოლო მის მიმდებარე ტერიტორიაზეა ბევრი სხვადასხვა ტურისტული აქტივობა. ახლა მივეხმარო და თამაშს მერე უჭირთ ხედავ. Kai mechaniki agero. Kai khadawiki. Only photo? Only photo, yes. Drive, no? No. Only Why? photo. It's a 3,000 I'm pesos. good driver. Oh, no. Experienced driver, you know? No. It's there. I'm Nika Abashidze from Georgia. No. Photos გადაღება არის აქ. Photo უკვე გადაგერა და ვიდეოების
მთელი სერია გადავიღეთ აქ. ამოვჭრათ ნებისმიერი კადრი და უკვე გადაღებულია. ლაბოკას ტერიტორიაზე არა მარტო ვინტაჟური მანქანის ფოტოების, არამედ ბევრი საფეხბურთო სიმბოლიკასთან შეიძლება ფოტოს გადაღება. რომ მეუბნებოდით მესისთან გადაიღე ფოტო, აი ძმაო. You're real, right? Yes. Real. Of course. Yes. You sure? Yes. I don't know. Yes, it's real. You look like Maradona. მესისთვის ცოტა მაღალი ხარ ჯიგარო. ესე რა უთხრა, ვიდეო თესლიტები რო ხო ის კარტელები რო იღებენ ვიდეოებს. მესისთვის ცოტა მაღალი ხარ ჯიგარო. არა, იქ რო არ ეუნებიან ტიპს რა. აუ რა უთხარი ჩემი კაი. ამ ადგილას ყველაზე მეტი ტურისტია მობილიზებული. ესენი რა სელოდებიან? Chico, what's going on here? ტურისტების მობილიზება კი ხელს უწყობს, რომ ადგილობრივებმა ფული გააკეთონ. მაგალითად, აქ ქუჩაშივე გთავაზობენ ტანგოს გაკვეთილებს. აი ამაში იღებენ ფულს. არ ვიცი. მე აი ნახე აძლევს ფულს შეხედე. Your teacher? It's free? No. Gratuit? No. Movement? $10. $10. Okay. I have no money. I have no money. Okay, thank you. But if it's free, I can teach. I can teach you Georgian dance. ¿Qué cosa? No entiendo. So how many minutes? $10. Muchos. Muchos? ¿Sí? ¿Para qué es eso? He is not with me. I don't know who is that guy. Go guy, poor guy, go. He's not. You are teacher. Yes. You teach here. Yo tengo dancer. You teach here. You teach here. ჩემი მწირე ბიუჯეტის გამო სამწუხაროდ ტანგოს გაკვეთილებს ვერ ავიღებ. უფრო მეტიც უნდა მოახერხო რამენაირად ბიუჯეტი გავზარდო. რადგან სურვილი მაქვს რომ დღის ბოლოს საყვარელ ადამიანს ყვავილები ვაჩუქო. ფულის საშუალო იდეა კი იქვე გაჩნდა და გადავწყვიტე ტურისტების გულუბრყვილობით მესარგებლად და თავი ამ ძეგლების ფლობელად გამესაღებინა. Dos dinero. Dos. Yeah. No? Dos. Pasod ვიღებენ და გავაკეთე. კაი, ერთი სვეტყი, კაი, $1 საქმე. სულ ორი რაღაც ვიცი, dos და dinero. ეხა მივხვდი რა, შემთხვევით მოხდა ყველაფერმა. რომ მივლენ, მე უცებ დავადგები თავს. ეხა ვითომ არაფერი არ არის. Uno dinero. Uno. Uno dinero. ამექსახავ. მე ცოტა ისე უნდა უთხრა, არ შეეშინდეთ. ჩემ ფულის კეთების სქემა ცუდად მიდის. თუმცა ამას როგორც აღმოჩნდა თავისი მიზეზი აქვს. მე ვეუბნები uno dineros, რაც ნიშნავს ერთ ფულს. რაც ბუნებრივია აბნევ ჩემ კლიენტებს და როგორ უნდა უთხრა სინამდვილეში, ეს ჩემმა შემდეგმა კლიენტმა გამიზიარა. Foto? ¿Quiere una foto? No, uno dinero. Foto, here. ¿Vos querés que te saque una foto? No, you. No. Uno dinero. ¿Un qué? ¿Un peso? Un peso, yeah, un peso. Where are you from? From Nigeria. Africa? Yeah. But in Africa there are white people also. Don't be racist. You think that there is only black people, yeah? But there is also white people like me. 1% white people. Nice to meet you. ¿Cómo estás? Muy bien. What Bien. is your name? Alejandro. Alejandro? Yeah. It's like African name. ესეთი რასისტი ხალხი არ მეოს. აფრიკას გაიგებენ და იგრევე მიდიან რომ შავი უნდა იყო და იგრევე არ ვიცი. ოპა, სხვები მოდის. ახალ მსხვერპლთან უკვე მომზადებული ვარ, ნამდვილად ვიცი რომ un peso უნდა უთხრა. და იმედი მაქვს რომ ჩემი სტრატეგია გაამართლებს და დამატებით ფულს ვიშოვი. Un peso. Un peso here. Un peso. 2 pesos totales. ¿Mi? Gracias. Gracias. Bro.
თურმე რა მარტივად იშოვება ფული. არა. მე ჩელენჯი. შემიძლია ეხა იგივე გზით გავაგზავნო და გავაკეთე ფული, მაგრამ ამისას მივახციეთ. ეხა წავიდეთ სხვა ადგილები ვიპოვოთ, სადაც კიდე უფრო მეტი ამ აფერისტობით კიდე უფრო მეტ ფულს გავაკეთე. შენი მეგზურის დახმარების გარდა ჯერ კიდევ მაქვს სამი დახმარება, რომლითაც ქალაქში ბიუჯეტურად გავერთობი. თუმცა ჯერ ლაბოკას უბანი არ მომიწურავს და აქედან წასვლა რა თქმა უნდა არ შეიძლება ცნობილი არგენტინული სტეიკის გარეშე. What about Messi and Ronaldo? What about Messi and Ronaldo? Ronaldo, bro. Kick him from Argentina. Go to Portugal. სტეიკის საჭმელად სხვა ადგილი შევარჩიეთ და აქ ჩემში გემბლერობამ გაიღვიძა. სტეიკის გამყიდველი თავისუფალ დროს ჭადრაკს თამაშობს და ამბობს, რომ ძალიან პროფესიონალური მოთამაშეა. მე შევთავაზე, რომ ჭადრაკს ვეთამაშებოდით და თუ წავაგებდით, მთელ ჩვენ ბიუჯეტს მივცემდით და უფულოდ გავაგზავნებდით ქალაქის აღმოჩენას. Win gratuit, okay? Win gratuit. თუ მოვიგებდით სტეიკები უფასოდ უნდა გვეჭამა. ოღონდ რადგანაც მე ჭადრაკის თამაში არ ვიცი, ჩემი კამერამენი იქნება ჩემი ფალავანი. სპეციალისტია ეს კაცი და მე მგონი უგებს. მე არ ვიცი ჭადრაკის თამაში, მაგრამ ჩემი ოპერატორი მეუნება რომ მენდეო და გახსოვდეთ რომ შეიძლება ჭადრაკის ფიგურა მოუკვდეს, მაგრამ თავად კამერამენი არასდროს კვდება. მოიგე? აუ, საღლეგ არის, უფასო საჭმელი. ოკეი, დავაი, დავწყეთ. Coca. Of course. Argentina, welcome. Yeah. Messi or Maradona? Maradona. Of course, Maradona. Está Yeah. jodiendo. აგიჟდებიან ხორცზე რა. ხორცის გარეშე ვერ ძლებენ. ვეგეტარიანელი იყო არგენტინაში, იგივეა რომ პევე ყავდეს და მანქანა წყალს არ გიტუღებდეს. არც ეკაი შედარება. დაანგემრიელია. ლაბოკას ტერიტორია სრულად ამოვწურე და შემდეგი აქტივობის დრო მოვიდა და ამჯერად ვიყენებთ ChatGPT-ის დახმარებას. როცა ბიუჯეტი გაქვს შეზღუდული, ერთ-ერთი გზა რომ საინტერესოდ გაატარო დრო, თუ გარდა იმისა რომ იშულერო არის ის რომ დაათვალიერო საინტერესო ადგილები. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ადგილი არის სასაფლაო. ChatGPT-ის top 5-ში გავიდა მესამე ადგილზე. რიკოლეტა სასაფლაო. არ ვიცი რატო უნდა იყოს ესეთი მაგარი სასაფლაო, მაგრამ არა მარტო უფასო, ზოგადად top ადგილებში გადის ეს სასაფლაო. მოლის გვერდზე ყოფილა, ოგე. თუმცა მეგობრებო, ChatGPT-ის ნდობა რომ არ შეიძლება აქაც ცხადად გამოჩნდა. აღმოჩნდა რომ ეს სასაფლაო 3 წელია უფასო აღარ ყოფილა და ChatGPT-მა არასწორი ინფორმაცია მოგცა. და აქ შესვლა ჩემ ბიუჯეტს საერთოდ აღემატება. თუმცა ამ ამბის შესახებ ჯერ წარმოდგენა არ მაქვს. ¿Cómo estás? ¿Son turistas? Yeah. No. Hola. You have to buy a ticket, sir. You need a ticket. The office only with card. And you cannot film inside. No film. Yeah, but video. ticket for what? It's not free? Inside, no. Sir? Tourists pay a ticket. It's not free? No. Since And you 3 cannot years. film inside. Since 3 years, the new law. Because Yeah, but my grandpa is here. no, we need. Buried. No, if you can go to the. My Argentinian grandpa is buried here. You have to go through the administration first. And now it's closed. What time? Correct. So I cannot see my grandpa. He's buried on the You know where the location is? sector 4. You know where? Where it is what? Where it is buried. What Yes, section? section 4. Well, if it's your father, you can be free, but No, if it's you not have- my father, it's my grandpa. Well, you are free, but he has to pay. Okay. Okay, then I will go. Yeah. You have to pick. I need you to keep the camera, please. You It's can't- not recording. Even it's recording, you it's can't- red. It's not available inside with the camera, please. Oh, okay. Please keep it. But it's not recording. No, I don't have to record. კამერის გადაღება არ მოგვცეს, მაგრამ მეგობრებო, ყოველთვის იცოდეთ, რომ თუ არ გიშვებენ ესეთ რაღაცეებში, ყოველთვის უთხარეთ, რომ ბაბო თქვენი დაგზავნია.
სასაფლაოზე შესვლით არა მარტო დიდებული 37 ვიდეო გამომრავლებელნე, არამედ ჩემი გენიალური YouTube CV-ს გამომდიდრე. ვინც არ იცით, მე მაქვს მისია, რომ ჩემი CV-ს შეპარვებით გადავძეზგო და მიხარიო, რომ ამას არგენტინიდან $17 შეპარვაც დაემატა. მე გამუთხრა, რომ ბაბუა ჩემია დამარხულიო მანდო და შეიპარა რა. მე კიდე დავრჩი აქ ხა და ველოდებ. საიდან გამოვა, სად გამოვა, არც ვიცი, იმიტომ რომ რაღაც მეორე მხარეს დავინახეთ exit-ი რა. რომ მოვიდოდით იქიდან და შეიძლება იქიდან გამოვიდეს, მე უნდა მიპოვოს აქ. რეალურად სასაფლაო მართლა ისეთია, რომ ძალიან ლამაზია რა. ესეთ ლამაზ სასაფლაო მართლა არ მინახავს. უბრალოდ სასაფლაო რო ფასიანია შესვლა თავად. ეგ არის ცოტა სტრადი. Sorry. Is Maradona here? Maradona here? Maradona here? No. Pilar. Pilar. Ah, okay. Buenos Aires. სამწუხაროდ მივატოვე ჩემი კამერამენი. თუმცა დროებით რომელიც მელოდება გარეთ. მაპატიე ძმაო. მაპატიე რომ დაგტოვე, მაგრამ უცებ ვეღარ მოვიფიქრე რომ შენს ოჯახის წევრად გამესაღებინე. გადასარევი ექსპერიენსი იყო, მაგრამ რაღაც ისე შეშო. რა, $17. მეტი დაჟე. სასაფლაოდან გამოსულებმა კი მესამე დახმარებას გამოვიყენეთ. სრული შემთხვევითობა და შემთხვევითი ბოდიალით მივაგენით საინტერესო ადგილს. How many is? Sorry, how old is it? I don't know. Okay. Sorry. It's okay. Buenos Aires-ის ხოთაშორის ცნობილია პარკებით. ძალიან ბევრი პარკია და ძალიან კაი ის აქვს რა, დასვენების კულტურა. მაგით ეძახიან ევროპას რა. მოხუცები ახალგაზრდები გამოდიან. მიუხედავად ვცხოვრობდი დაახლოებით 1 წელი, მაგრამ არც ერთ ქალაქში არ მინახავს ამდენი პარკი. მას რა ის არის? ბიჭო, აი ამიტომ მიყვარს ესეთი გადაღებები და უგეგმავი, რომ შემთხვევით ძალიან კაი საინტერესო ადგილებს ხედავ რა. აი ეს ხა ჩემთვის ბევრად კიდევ უფრო არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე სასაფლაო. ამ კაცის ხარჯზე უდგას სული ამ ხეს. რამდენი წლის არის? Hola. How old is it? I'm interested. Tiene la historia ahí. Okay. Okay. Gracias. History. Gracias. 1800 წლიდან არის. ანუ 128 წლის ყოფილა. Sorry. What is your TikTok, Instagram? No, YouTube. YouTube? Criminal here is good or bad? Acá sí. Sí, because of you and you. Claro, porque estamos nosotros, claro. Okay. You? Instagram? Gracias mucho. არგენტინელი პოლიციელი ხალის ინსტაგრამი მაქვს. ბიჭებო, ვისაც გინდათ რომ გაგიზიაროთ, არგენტინელი პოლიციელი ხალის ინსტაგრამი. ჩვენ MMS Discord-ში უნდა შემოხვიდეთ. შემთხვევითი სანახაობის მერე კიდევაა საპოვნელი იაფიან უფასო ადგილი. რადგან იმედი მაქვს, რომ ამ ფულს დღის ბოლომდე გადავინახავ და ჩემს საყვარელ ადამიანს ყვავილებს უყიდ. მე ჩვენ მინიმალურ დღევანდელ ბიუჯეტსაც მაქსიმალურად ვუჭერ. სწორედ ამიტომ ვიყენებთ მეოთხე დახმარებას და ადგილობრივებს ვეკითხებით სად წავიდეთ. თუმცა პირველი ადგილობრივი საკმაოდ უცნაური და თან მატყუარა ადამიანი გამოდგა. Do you know where we can go? Why? Do you know where we can go? We can read going. No, I going to my friend now. I not you, me and you. No. No. I'm interested. Like, do you know places we can visit? It's our first day in Buenos Aires. No. Where we can go? No. No. Are you from here? No, Ukraine. Ukraine? რამდენად წარმოგიდგენიათ უკრაინელი, რომელმაც რუსული არის. შესაბამისად, ჩემი გადახდილი რუსულით ვსადე დაკონტაქტება. თუმცა ნენელად ყუილებში გამოვიჭირე. Bratishka. No, when I 4 years, I have a new family. Where do you live? Live here now. But why do you know any place in Buenos Aires which good place to visit? Because I hate Argentina.
Argentina hate? Why? Because when I working in ეს კაცი საკმაოდ საეჭვო ტიპით გამოდგა და თან გამომიტყვა რომ პოლიცია ეზიზღებოდა. ამას დაემატა ისიც რომ 4-ის მაგივრად ამჯერად არგენტინაში ცხოვრების პერიოდი თითქმის გაასამაგა. But you hate it. But it's beautiful. You hate it? I live it 10 years old. მოკლედ ცხადია რომ საკმაოდ საეჭვო ადამიანს მიოდექი და გადაწყვიტეს სასწრაფოდ გავცლოდით. Nice to meet you, bro. Me too. Thank you very much. ამ ტიპისგან ნამდვილად ვერ გავიგეთ სათნო წასულიყავი და გადაწყვიტეთ სხვა ადგილობრივებისთვის მიგვეცა შანსი. See, do you know any good, like it's our first day in Buenos Aires. Do you know any good place to visit? To visit, just to see. Recoleta we have been. Puerto Madero. Puerto Madero. Sí. We can go by bus. Yeah, you can walk like 10 blocks down. 10 blocks. That direction. Okay, thank you. You have great girl. Congratulations, bro. Okay. Guys, amo. Puerto Madero-ში წავედით. ავედით. არ ვიცი რა ხდება. ახო, ამასობაში გამითავდა ჰენგარა. აქ ვერ ვყიდულობ ერთსა და ვინც მოდიხარ, წავამიღეთ. ვიდეოდან ვიდეომდე ველოდები რომ დავლიო. ვიზოგა. Hola, Puerto Madero. Esto. Okay, gracias. ხედის ამბავია. ნუ გასასერნებლად ჩვენიერი ადგილია, მაგრამ ლამაზია. და ამ სილამაზეს რა აჩვენებს თუ არა? დრონის ხედები ეთერში. ჩემი 37-ლარიანი ვოიაჟი თითქოს უდანაკაოდ გრძელდება და ალბათ გახსოვს მთავარი წესი. ვიდეო სრულდება მაშინ, როცა ამ 37 ამოვწურა. და ზუსტად ერთ-ერთ ტურისტულ ადგილას შევთხოვით სერნობისას მოხდა ისეთი რაღაც, რამაც ხელი ჩამოქნევინა ყვავილის შუქების გეგმაზეც და ვიდეოს გაგრძელებაზეც. მაპატიებაბი. 4 თვეა საქართველოს წამოსული ვარ. და სამხრეთ ამერიკაში ვიპოვეთ ერთადერთი სომხური რესტორანი. უბრალოდ ამ სომხურ რესტორანს ერთი საინტერესო პროდუქტი აქვს. ეს საინტერესო პროდუქტი ხინკალია, თუმცა რამდენი შეიძლება იყოს ხინკლის ფასი არგენტინაში, რომლის 1 პესო $1 ეკვივალენტია. And what is price for one? 6,900. If you want one. Okay. Yes. Can we make two? Two? Yeah. Okay. Okay. რა არის ერთ ხინკალი, ნახე. $6,900. $7 პრაქტიკულად. ხადაო ბიჭო 18 ლარი ერთი ხინკალი. რა არის ასეთი ამის დედავატირე? მოკლედ რა მოგივა 37 ლარად არგენტინაში ცხადია. ბევრი უფასო გართობა და 2 ხინკალი. გავიყავთ? თუ მარტო. გაიმოდე თითო ვჭამოთ. ასე დავასრულეთ არგენტინის თავგადასავალი. როგორც ქართველებს გვჩვევი ერაზმული ქონდა საჭმელში უთხლიშეთ. ეს არ იყო ბიუჯეტური გაკვეთილი და არც გიდად გამოვდგები. ეს ვიდეოების სერია ჩემზეა. იმაზე რომ ზოგჯერ ყველაზე სწორი გზა ხანდახან უბრალოდ არასწორია და საუკეთესო გზა ისა, რომელსაც შენ ირჩევ. თუ ეს მოგეწონა გამომიწერე. თუ არა და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.